ბენო კაშაკაშვილი, ქართული ოცნება, ბიზნესმენი, მოგესალმებით ბატონებო. დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისა და მონაწილეობისთვის. ბატონ გია, იცვლება თუ არა ჩვენს რეგიონში რაიმე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებით? გადავდივარ თუ არა რაიმე ახალ ეტაპზე? პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს სტუმრებს, ტელემაყურებლებს. ხო, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ დადასტურდა ჩვენი ეჭვი, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ბევრი რამე იცვლება. ჩვენთვის ყველაზე მთავარი რაც იცვლება არის ის, რომ საქართველოს, რომელიც ყოველთვის იყო ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში, ამ პრიორიტეტებში ჩვენ ცოტა ზემოთ ავიწიეთ. მე ვერ გეტყვი ჩვენ ალბათ უფრო არ დავბრუნდით, ჩვენ უბრალოდ უფრო მძლავრად გამოვშთით ვაშინგტონის ორბიტაზე. ამ ვიზიტმა ჩვენ გვაჩვენა, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვაშინგტონში რესპუბლიკელი იქნება პრეზიდენტი თუ დემოკრატი იქნება პრეზიდენტი. ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, მთავარი ღერძი ამით არ იცვლება. ამ ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მიმართ და ზოგადად ფართო რეგიონის მიმართ ამერიკის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები არ იცვლება და ჩვენ ამ ინტერესებში ძალიან მნიშვნელოვანი როლი გვექნება. ამ ვიზიტმა ჩვენ გვაჩვენა, რომ საგარეო პოლიტიკა ამერიკის შეერთებულ შტატებში არის ზეპარტიული და კარგი იქნება თუ ამას ჩვენც გავაცნობიერებთ და გავიაზრებთ თბილისში. მნიშვნელობა არ აქვს შეერთებული შტატებისთვის აქ რომელი პარტია იქნება ხელისუფლებაში. ამით მათი პოლიტიკა ჩვენს მიმართ არ იცვლება. თუ განვიხილავთ ბატონ გია, როგორც ახალ ეტაპად. თუ შეიძლება დავასრულებ და შეკითხვა. კარგი იქნება თუ ვახსენ, რომ კარგი იქნება თუ ჩვენც გავაცნობიერებთ ამას, კარგი იქნება თუ ძირითად პოლიტიკურ მოთამაშეებს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე ექნებათ ფართო კონსენსუსი. კარგი იქნება თუ ჩვენ საგარეო პოლიტიკას არ გამოვიყენებთ რაღაცა შიდა პოლიტიკური მოხმარებისთვის. კარგი იქნება თუ საგარეო პოლიტიკა ჩვენთანაც იქნება ზეპარტიული. ახლა ცოტა ხნის წინ ვისმენდი ბატონი პრეზიდენტის რჩევლის და თქვენს საუბარს მათ მიერ გაჟღერებულ ინიციატივაზე. ჩვენ აი ასეთი ტიპის ინკლაობაში და ამ შემთხვევაში ხელისუფლების შტოებს შორისაც არა რაღაც ხელისუფლების იმ მოდელში რაც ჩვენ გვაქვს ფაქტობრივად რაღაც ერთ შტოში თუ გნებავთ საპრეზიდენტო და სამთავრობო შტოებს შორის ასე ვთქვათ რაღაც ინკლაობას აქვს ადგილი. ხო, კარგი იქნება თუ ასეთი ფაქტები არ იქნება. მით უმეტეს აი ძალიან წარმატებული ვიზიტის შემდეგ, რომელიც აი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ საქართველოში ქონდა და ვისარგებლებ და ვიტყვი იმასაც, რომ ეს ვიზიტი იყო წარმატებული და მიუხედავად იმისა, რომ მე ამ შემთხვევაში წარმოვადგენ გირს და წარმოვადგენ ხელისუფლების ოპოზიციას, რასაკვირველია, უნდა მიულოცო საქართველოს ხელისუფლებას ეს ისტორიაში, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, აი 25-26 წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმატებული ვიზიტი სხვა სახელმწიფოს მეთაურის, რომელიც კი ჩვენს ქვეყანაში განხორციელდება. გასაგებია, ბატონ გიან, თუ ამას განვიხილავთ რაღაც ახალ ეტაპად, ეს ყველაფერი, ეს შექმნილი ვითარება მოითხოვს თუ არა კორექტივებს საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკაში კი არა, ურთიერთობაში რუსეთთან. ეს მოდელი, რომელიც მას არჩეული აქვს რუსეთთან ურთიერთობის, ჯდება თუ არა ამ საერთაშორისო კონტექსტში? ზოგადად გეტყვით, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა მოითხოვს კორექტივებს, ამას მოითხოვს დიდი ხანია. ეს დაკავშირებული არ არის მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის
ვიზიტთან არაერთხელ მithქვავს და ეხლაც გავმეორდები განსაკუთრებით ამ ვიზიტის შემდეგ ჩვენი პოლიტიკა რუსეთის მიმართ უნდა იყოს პრინციპული და თანმიმდევრული. ჩვენ ამ პოლიტიკით მხოლოდ დავეხმარებით ამერიკის შეერთებულ შტატებს რუსეთთან ურთიერთობაში ჩვენი საკითხი გადაწყვიტოს ჩვენთვის სასარგებლოდ და ჩვენთვის პოზიტიურად. თუ თბილისიდან იქნება არა ასე ვთქვათ ორაზროვანი გზავნილები, თუ საქართველოში ისევ იქნება ძალიან ყალბი მოლოდინი იმის, რომ ჩვენ შევძლებთ ჩვენით დავალაგოთ, მარტო ჩვენ საქართველოს დავალაგოთ რუსეთთან ურთიერთობა, ეს არ იქნება არანაირად ხელშემწყობი იმ პროცესის, რომელიც როგორც ჩანს ყოველ შემთხვევაში გუშინდელი ვიცე-პრეზიდენტის გუშინდელი სიტყვის შემდეგ როგორც ჩანს დაწყებულია. ანუ ჩვენი პრობლემა რა არის? 2012 წლის შემდეგ შეიქმნა საქართველოში მოლოდინი, ქართული ოცნების ხელისუფლებამ შექმნა მოლოდინი, რომ ის მოახერხებდა დიალოგის გზით რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას. ეს იყო კიდევ არაერთხელ მithქვამს და ეხლაც გავმეორდები, ეს იყო სასურველი შესაძლებლად წარმოდგენა. არავინ არ არის წინააღმდეგი, რომ ოკუპანტთან დიალოგი გქონდეს, რასაკვირველია უნდა გქონდეს, უნდა ვიყენებდეთ პირდაპირ თუ არაპირდაპირ არხებს ამისთვის, მაგრამ ჩვენ არ უნდა გქონდეს იმის მოლოდინი, რომ ჩვენ შევძლებთ მარტო ერთ-ერთზე რუსეთთან მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომელიც ჩვენ რუსეთთან გაგვაჩნია. პრობლემა არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 1/5-ის ოკუპაცია. მადლობთ. ბატონ ბენო, აი ამ ვიზიტის შემდეგ მანამდე პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა შეერთებულ შტატებში. არის რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა. თქვენი აზრით ზრდის თუ არა ეს რისკებს და საფრთხეს რუსეთის მხრიდან კონკრეტულად ჩვენი მიმართულებით, სხვა მიმართულებებზე შეგვიძლია სხვა დროს ვისაუბროთ, მაგრამ საქართველოსთვის იზრდება საფრთხე თუ მცირდება თქვენი აზრით? მივესალმები ტელემაყურებლებს, ბატონ გიას საკმაოდ საინტერესოდ ისაუბრა და მადლობას მოვახსენებ ესეთი საფუძვლიანი განმარტებებისათვის. რაც შეეხება თქვენ კითხვას, რა თქმა უნდა, რისკ ფაქტორები შესაძლებელია რომ გაიზარდოს, ამის ტენდენციები ყოველთვის ყოფილა და ამის პერსპექტივაც ყოველთვის იქნება. სხვათა შორის ეს მარტო რუსეთთან მიმართებაში არა, ესეთივე გადაკვეთები მომხდარა სხვა ქვეყნებთან, ჩვენ მეზობლებთან და ჩვენ გვაქვს პრინციპიალური საკითხები, ხანდახან განსხვავებებიც კი მეზობლებთან, მაგრამ დანამდვილებით შემიძლიათ გითხრათ, რომ ესეთი ვიზიტი, რომელმაც პრაქტიკულად შეიძლება რომ ისტორია მეორედ შეცვალოს, მე დავამატებდი აი ბატონ გიას განმარტებას, ესეთი დაახლოებით ვიზიტი იყო ალბათ 1-20 წლის წინ, როდესაც ნავთობსადენის პროექტი განხორციელდა და მაშინ ჩაეწერა მსოფლიო ისტორიაში ჩვენი ქვეყნის სახელი გაჟღერდა პირველად ხმამაღლა და შემდეგ ეს პროექტი აღმოჩნდა საკმაოდ წარმატებული. ესეთივე პერსპექტივა აქვს დღევანდელ მთავრობას, ოცნების გუნდს, რომელმაც თავდადებული შრომის შედეგად და გაუმართლა მას ესე რომ ვთქვათ და ღირსეულად შეაფასა დასავლეთმა და ესეთი მხარდაჭერა, რომელიც გამოხატა დასავლეთმა და ამერიკის უმაღლესმა ხელისუფალმა, პრაქტიკულად პერსპექტივას გვიჩენს ჩვენ ეკონომიური წინსვლის, აი იმ დაპირებული სამუშაო ადგილების შესრულებისა კი არა, პრაქტიკულად გაორმაგებას ალბათ ეს ხელს შეუწყობს. რაც შეეხება რისკ ფაქტორებს, რაც თქვენ მკითხეთ, ეხლა რისკ ფაქტორები იქნება, მაგრამ თუ ისევ დავესესხები ბატონ გიას, ჩვენი პრინციპული და თანმიმდევრული პოლიტიკა გვექნება რუსეთთანაც მიმართებაში, როგორც დასავლეთთან მიმართებაში. ჩემი აზრით, ეს საკმაოდ შეარბილებს ესეთ დაძაბულ ფონს, რომელიც გააჩნიათ ჩვენ ქვეყანას, ჩვენ ჩრდილო მეზობელთან. დარწმუნებული ვარ, რომ ამის რესურსებიც ჩვენ როგორც ისევ გიას ვიტყვი, მარტო ძალიან რთული იქნება, მაგრამ უკვე გვაქვს იმის საფუძველი, რომ და მომზადებულიც არის გუნდი იმისათვის, რომ ეს დიალოგი იყოს პრინციპულიც, შედეგიანიც უახლოეს მომავალში, რომელიც კი არ გაზრდის იმ რისკ ფაქტორებს, რომელსაც თქვენ მეკითხებოდეთ, მე პირიქით შეასუსტებს და პირიქით უფრო ლიბერალურ პოლიტიკას კონკრეტულად რა რისკ ფაქტორს გულისხმობთ, ბატონ ბენო? აი თქვენ რა გაქვთ ხედველობაში ამ რისკ ფაქტორებში და შემდეგ ვისაუბროთ უკვე დეტალებზე. იცით, რისკ ფაქტორები ესეთია, აი მაგალითად
თუ გავიხსენებთ ჩვენ რეალურ თაობას როდესაც საქართველოს გახდა თქვა 20-25 წლის წინ პირველები გავხდით პრაქტიკულად საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან დამოუკიდებლები. საკმაოდ შემდეგ ძალიან მოკლე პერიოდში აღმოჩნდით სულ ბოლო. ყველაზე ჩუმად ვინც იყო ბალტიის ქვეყნები, მათ ყველაზე ასე რომ ვთქვათ გონივრულად მოახერხეს ამ არეალის დატოვება და პრინციპულად შეინარჩუნეს ნორმალური ურთიერთობა რუსეთთან. იგივე ჩვენმა მეზობელმა აზერბაიჯანმაც ისე გაიყვანა რუსეთის ჯარი თავის ტერიტორიიდან რომ პრაქტიკულად არავის არ გაგვიგია ერთჩვენიერ დღეს შემთხვევით გავიგე აზერბაიჯანში. ჩვენ არათანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად მივახციეთ მხოლოდ უსიამოვნებას სამოქალაქო ომს და რომელიც გადაიზარდა უკვე სახელმწიფოებრივ დაპირისპირებაში. ამიტომ მე ვგულისხმობ თქვენ კონკრეტულ კითხვაზე იმას, რომ ისევ ესე რო არ დაგვემართოს, თანმიმდევრულად გადავდგამთ ყველა ნაბიჯს, ჩემი აზრით, მოლაპარაკებას წინ არაფერი არასდროს არ უნდა დაუდგეს და მე ესე ვფიქრობ, რომ დიპლომატიის გზით აი იყო ესეთი ინიციატივა ამასინად გაჟღერებული და მე ვიყავი ერთ-ერთი რესპონდენტი, მიმაჩნია რომ დიპლომატიის გზით აუცილებელია ესეთი მოლაპარაკებების დაწყება, რასაც სხვათა შორის იგივე დასავლეთის ჩემი აზრით დასავლეთის ჩართულობით იქნება გარანტირებული მოლაპარაკებები მთავარ პოლიტიკურ თემებზე პირისპირ ხელისუფლებებს შორის ამას გულისხმობ? რა თქმა უნდა, მე საქართველოს ხელისუფლებასა და რუსეთის ხელისუფლებას შორის ერთი ერთზე? იცით, მე ვგულისხმობ ყველა გზას, დიპლომატიურ გზას, ერთი ერთზე. დასავლეთის ჩართულობას. იცით, ჩვენ თუ გავიხსენებთ აი ესე რომ ვთქვათ, შორეულ წარსულს ერთ შვენიერ დღეს წარმოუდგენელი რამე მოხდა. ამერიკის ხელისუფლებამ მოილაპარაკა რუსეთის ხელისუფლებასთან, რასაც საკმაოდ გლობალური პოლიტიკური ცვლილებები მოყვა მთელ მსოფლიოში. ჩვენ მაშინ უბრალოდ არ აღმოჩნდით მზად ესეთი ცვლილებებისთვის. ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ესე რომ ვთქვათ, ისეთი მოკრძალებული დაკვირვებებისგან გამომდინარე, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ ხვალ თუ მოილაპარაკა ამ ორმა ზესახელმწიფომ ერთმანეთთან, ჩვენ უნდა აღმოჩნდეთ მზად და ისევ არ უნდა აღმოჩნდეთ იგივე სულელურ სიტუაციაში, როდესაც მაშინ გამოვაცხადეთ, რომ ჩვენ არავინ არ გვჭირდება და ჩვენთვის ვიარსებებთ როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიარსებებთ როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, მაგრამ ჩვენ ურთიერთობა ნორმალური ეკონომიური პოლიტიკური გჭირდება ჩვენ ყველა მეზობელთან, მით უმეტეს რუსეთთან. ამიტომ პირდაპირი მოლაპარაკება იქნება ეს, არა პირდაპირი კულტურული გაცვლა, სპორტული ურთიერთობა, რომელიც პირადად ჩემ თავზე შემიძლია გითხრათ, რომ ყოველთვის მქონდა მიუხედავად ნებისმიერი პოლიტიკური ფონისა ამ ორ ქვეყანას შორის და დღევანდელ დღესაც მყავს ის ღირსეული მეგობრები სხვათა შორის, რომელსაც არანაკლებად უყვართ ჩემი ქვეყანა, შემიძლია გითხრათ, ყველა გზა უნდა ვცადოთ და ამას ექნება აუცილებლად შედეგი. გასაგებია, ბატონია. ხარდაჭერის ფონზე დასავლეთის მხრიდან. თქვენც მინდა გითხოთ რის ფაქტორებზე და აქ ერთ საინტერესო დეტალი მინდა ვახსენო, რომელზეც ილაპარაკა ბატონმა აბენომ, ყველა ფორმატი მათ შორის ერთი ერთზეც. აი ეს შეიცავს სწორედ ერთ-ერთ რისკ ფაქტორს თქვენი აზრით, ერთი ერთზე საუბარი მთავარ პოლიტიკურ საკითხებზე. იცით რა, ანუ იმით დავიწყებ თქვენ ახსე რა რისკები შეიძლება შეიცავდეს და მე მგონი ამ პასუხიდან გამომდინარე იქნება ამ კითხვაზეც პასუხი. ცოტა ჩემთვის მართ ცოტა უცნაურია, რაც ბატონმა ბენომ ბრძანა, მით უმეტეს ამ ფონზე, რაც გქონდა ეს ორი დღე ვიცე-პრეზიდენტის ძალიან წარმატებული ვიზიტისას. მე ერთი რამე მჯერავს. რუსეთის ფედერაციას ერთი რამე აწუხებს სამხრეთ კავკასიაში. მას უბრალოდ არ უნდა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა. რუსეთს რაიმე კონკრეტული დეტალები კი არ აღიზიანებს. ჩვენ შევალთ ნატოში ან ევროპის კავშირში ან რას გავაკეთებთ. არა, რუსეთს უბრალოდ არ უნდა დამოუკიდებელი საქართველოს არსებობა. მას ხელს აძლევს მხოლოდ ისეთი დამოუკიდებელი საქართველო, რომლის ხელმძღვანელსაც ის თვითონ დანიშნავს. აქედან გამომდინარე არის უკვე თქვენს აი ალბათ მეორე კითხვაზე პასუხი. რას ნიშნავს პირდაპირი დიალოგი? ჩვენ გვაქვს დიალოგის ორი ფორმატი რუსეთთან. ერთი
ერთი არის ჟენევის ფორმატი, სადაც საქართველოს მარტო არ არის მოლაპარაკების მაგიდასთან რუსეთთან, ჩვენთან ერთად არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის არის კიდევ ამერიკის შეერთებული შტატებიც. გვაქვს კიდევ მეორე ფორმატი, ასე ვთქვათ, დიალოგის, რომელსაც პირობითად უწოდებთ კარასინი აბაშიძის ფორმატს, სადაც ჩვენ, ასე ვთქვათ, ზუსტად არ ვიცით რას განიხილავენ, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ ეს არის ოფიციალურად ცხელი ხაზი საქართველოსა და რუსეთს შორის. სხვა რა ფორმის დიალოგზე შეიძლება ჩვენ ვილაპარაკოთ მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაცია საქართველოს ტერიტორიაზე გახსნილი აქვს კიდევ ცხინვალში და სოხუმში ორი საელჩო და დღეს რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც წლების განმავლობაში ცდილობს დაანგრიოს არსებული საერთაშორისო წესრიგი, ძირი გამოუთხაროს არსებულ საერთაშორისო სამართალს, ყველანაირ სამართალზე გადაბიჯებით ჩაბრძანდა უკვე თუ მიბრძანდება სოხუმში, ფსევდო სახელმწიფოში, რომელსაც მარტო თვითონ და მისი რამდენიმე სატელიტი სახელმწიფო აღიარებს და იქ მართავს შეხვედრებს. აი ამ ფონზე როგორ შეიძლება ჩვენ გქონდეს რაიმე სხვა ტიპის დიალოგი რუსეთთან, როდესაც მე ვამბობ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ პრინციპულები და თანმიმდევრულები. კარგი მაგალითი მოიყვანა ბატონმა ბენომ ბალტიისპირეთის ქვეყნების. ბალტიისპირეთის ქვეყნები ზუსტად პრინციპული და თანმიმდევრული პოზიციით განთავისუფლდნენ. რასაკვირველია, აქ იყო შეერთებული შტატების ძალიან დიდი ძალისხმევა, აქ რა თქმა უნდა ძალიან დიდი როლი ჰქონდა იმ გეოპოლიტიკურ გარდატეხას, რომელიც მაშინ მოხდა. ეს არის ზუსტად სტრატეგიული მოთმინება, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ. ახალი გეოპოლიტიკური გარდატეხა ძალიან ახლოს არის. ამის თქმა ახლა ეს 1 წელიწადში იქნება 2-ში, 3-ში, 4-ში თუ 5-ში. ეს ძალიან მოკლევადიან პერსპექტივაზეა საუბარი. ჩვენი მზაობა ზუსტად ის არის, რომ ჩვენ არ შეიძლება გქონდეს რუსეთთან ერთ-ერთზე დიალოგში იმის მოლოდინი, რომ მარტო შევძლებთ რაღაცა გავაკეთოთ. ჩვენ რა ვამბობ, რომ უნდა ვიყოთ პრინციპულები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად როგორც არ ვიცი, ხშირად საქართველოში წარმოუდგენია, ჩვენ აუცილებლად რაღაც ჩვენ როგორ უნდა დაუშავოთ რამე საერთოდ რუსეთს. ხო, რუკას რო შევხედოთ, ნახეთ რამხელაა საქართველო, ნახეთ რამხელაა რუსეთი. 1/5 ჩვენი ტერიტორიის ოკუპირებული აქვს. 40 კილომეტრზე აი ამ სტუდიიდან დგანა ყოველდღიურად მიმდინარეობს ჩვენი ტერიტორიების მიტაცება. აი ამ პირობებში, ხო? აი რა ფორმის კიდევ რა ტიპის სხვა დიალოგი შეიძლება არსებობდეს რუსეთთან, ხო? გასაგებია. ჩვენი დრო იწურება ბატონ ბენოს თუ სურს გამოხმაურება და შემდეგ დავასრულებთ ამ დიალოგს. ვიტყოდი ბოლოს რომ ჩვენ შეიძლება დავუშავოთ რუსეთსაც კი, რადგან გეოგრაფიულად ესეთი ღმერთმა გვარგუნა ესეთი ადგილი, არა მარტო ბუნებით დალოცვილი, არამედ პოლიტიკური გეოგრაფიაში და სერიოზული ადგილი გვიკავია. ჩემი აზრით იგივე ნავთობსადენთან დაკავშირებით ქონდა რუსეთს ალბათ გულდაწყვეტები და პრეტენზიები, თუ ესეთი პროექტი დაიწყო, რასაც ქვია ეკონომიური ბიზნეს პროექტის განვითარება ანაკლის, ესეც ალბათ სერიოზული კონკურენტუნარიანი პორტი იქნება ნოვოროსისკისთვის და ეს შეიძლება არ იყოს მისთვის ძალიან დიდი ბედნიერების მომტანი, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის ეს იქნება ძალიან დიდი წარმატების მომტანი პერსპექტივაში. ჩემი აზრით იგივე ენერგეტიკაში აქვს რუსეთს ინტერესები, რადგან სერიოზული ტრანსფერი ხდება საქართველოს გავლით თურქეთში თუ ევროპაში რუსული ენერგო სიმძლავრეების. ისე რომ ჩვენ გვაქვს ეს პოზიცია და მიგვაჩნია რომ რუსეთის ჩართულობა ბიზნესში და დღევანდელი კაპიტალისტური სისტემა და ის ახალი სისტემა, რომელიც ჩვენ ქვეყანაში დაინერგა ამ 20 წლის წინ თავისუფლებასთან ერთად და ასევე სხვათა შორის რუსეთშიდაც, სწორედ ეკონომიური კავშირებით შეიძლება იქნეს ესე რომ ვთქვათ განზავებული. თუ რუსეთმაც ნახა თავისი დიდი ინტერესი, ჩემი აზრით, აი ესეთ პროექტებში და დასავლეთთან შეთანხმდა და ეს ტანდემი შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის იყოს ზეწარმატება. რაც შეეხება ეკონომიკურ პროექტებს, დღეს პრაქტიკულად თელ სოფლიოში ეკონომიური ომი მიდის და ძალიან იშვიათია ტერიტორიული, ესე რომ ვთქვათ, მიტაცებები, ანალოგები. რუსეთს ესეთივე პრობლემა აქვს იაპონიას
იაპონიასთან, კურილიასთან დაკავშირებით, ჩინეთს, ჰონკონგთან დაკავშირებით, ევროპა, კოსოვოს, სერბიის თემას თუ ავიღებთ, ეს სრული ის არის, ეს უბრალოდ სრული სპექტრი არ არის, არა ვარ იმდენად გათვითცნობიერებული ესეც საკითხებში, მაგრამ უბრალოდ აი რაც მესმის ნიუსებიდან, ყოველდღიური ნიუსებიდან დაახლოებით ესეთ სიტუაციაში ვარ ჩვენ რომ უნდა ვისწავლოთ მიუხედავად ჩვენი სერიოზული პრეტენზიებისა რაც გვაქვს ტერიტორიაზე, უნდა ვისწავლოთ თანაარსებობა ისეთ ქვეყანასთან როგორიც არის რუსეთი. ჩემი აზრით ეს უფრო მეტ წარმატებას მოგვიტანს მოკლევადიან პერსპექტივაში. ის რომ გიამ როგორც თქვა, შორეულ პერსპექტივაში ზე სახელმწიფოები განიხილავენ მხოლოდ შორეულ პერსპექტივას და ისინი არ ითვლიან წლებს, ჩვენთვის ჩემი აზრით წლებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ 25 წელიწადია გასული, რაც დავკარგეთ აფხაზეთი და პრაქტიკულად ჯერჯერობით უფრო დავცილდით მას, ვიდრე დავიახლოვეთ. რაც შეეხება ევროპას, დაახლოებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 12 წელიწადში დალაგებული ჰქონდათ დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთსა და გერმანიას, რაც საბოლოო ჯამში ნახევარსაუკუნიან ისტორიაში გერმანიას გაერთიანება მოუტანა და ეკონომიურად ყველაზე ძლიერი სახელმწიფო გახდა ევროპაში. დიპლომატიური ურთიერთობა უნდა ჩემი აზრით დიპლომატიური ურთიერთობა არის ეს პირველი ნაბიჯი და აუცილებელი ნაბიჯი ნებისმიერი დიალოგის, ნებისმიერი საზღვრის გადაწყების. იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული, ფიქრობთ რომ დიპლომატიური ურთიერთობა უნდა აღვადგინოთ? იმიტომ რომ სხვა გზა არ აქვს. ძალით ჩვენ ვერაფერი ვერ გავხდით, ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. მე აღარ ვამბობ შეცდომებზე. რა თქმა უნდა, შეცდომებიც უნდა ვაღიაროთ, ისევე როგორც გერმანელებმა აღიარეს თავის დროზე და დამნაშავეებმაც უნდა აგონ პასუხი იმ სისულელეებზე, რომელიც იყო ჩადენილი. მე შემიძლია გითხრათ, ამის შემდეგ უფრო ისმენენ პოლიტიკოსები და უფრო სჯერავთ იმ თავრობების, რომელებმაც იციან თავიანთი შეცდომების და თავიანთი შეცდომების გასაგებია დრო პრაქტიკულად მოგვეწურა ძალიან ბევრი იყო თუ გავიხსენებთ ჩვენ იგივე ახლა რაღაც პუტინი ახსენეთ ჩვენ რა თქმა უნდა პუტინი ჩავიდა და აფხაზეთში ეს პრაქტიკულად რეაგირება იყო ესეთ ისტორიულ მოვლენაზე ჩემი აზრით ან დამთხევა იყო რა მნიშვნელობა აქვს მაგრამ გავიხსენოთ ზოგიერთი ახლა კოლმეუნების თავმჯდომარის იმის გვარს არ დავასახელებო ტელევიზიის ან ჟურნალისტის აზრი არ იყო ეს თავისთავად სასაცილოც კი არის მაგრამ მის დედას აჩვენებდნენ რაღაც დათვრა სამტრედიაში თურმე იქ ცხოვრობდა და ესეთი სისულელე გადაწყვეტილებები ჩვენ ხშირად მოხდება კისერი და გასაგებია თქვენ რასაც ამბობთ უბრალოდ ბატონ გიას ამოიწურა ჩვენი დრო და მინდა რომ მე უბრალოდ გავაკეთე ის კომენტარი რაც მკითხეთ თქვენ დამატებით ჩემი აზრით დიალოგი და დიპლომატია გაცილებით წარმატებას ბატონ გია აი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხს თუ გამოეხმაურებით მოკლედ რაც შეიძლება დროდროს გადააცილოთ თუ ეს არის ქართული ოცნების პოზიცია რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა უნდათ იმ ფონზე რაც მე უკვე ჩამოთვალე მაშინ როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად სამი საელჩო აქვს რუსეთს გახსნილი მაშინ რა აზრი აქვს საერთოდ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის წარმატებულ ვიზის თუ ეს პოზიცია არის ქართულ ოცნებაში ეს არ არის სახელმწიფოებრივი პოზიცია ანუ ეს თუ ბატონი ბენოს აზრი იყო ნუ გასაგებია კი ბატონო ის შეიძლება ასე ფიქრობდეს მაგრამ თუ ეს არის მართველი პარტიის პოზიცია ეს არის აბსოლუტურად არა სახელმწიფოებრივი პოზიცია ბატონმა ბენომ უბრალოდ თუ დრო დამჩა გამოეხმაურები ახსენა გერმანიის მაგალითი გერმანიამ რუსეთთან ურთიერთობები რუსეთის ფედერაციის კავშირთან ურთიერთობები დაალაგა კი მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან სადღაც 12 წელიწადში დიახ 1955 წელს დასავლეთ გერმანია გაწევრიანდა ნატოში მხოლოდ ამის შემდეგ დაალაგდა გერმანიასა და არა ჯერ იყო დიპლომატიური ურთიერთობა აღდგენილი და შემდეგ გაწევრიანდა 48 წელს ბერლინის 1948 წელს ბერლინის კრიზისი იყო როდესაც გახსოვთ ხო რომ არა მაშინ ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი ადმინისტრაციის ძალისხმევა გახსოვთ რას აპირებდა რას უპირებდა მადლობთ ბატონებო დრო ამოიწურა სამწუხაროდ მადლობთ გერმანიას მე დიდ მადლობას მოგახსენებთ აგრეთვე ამერიკას დავამატებდი ამერიკა
გიას როცა დასჭირდა და აი ამით არის ის სწორედ ზესახელმწიფო, როდესაც დასჭირდა ბერიასთანაც და სტალინთანაც მოილაპარაკა მიუხედავად იმისა, რომ მათ აბსოლუტურად ბენო კაშაკაშვილი და გია ჯაფარიძე იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. ჩვენ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ ვისაუბრებთ მიხეილ სააკაშვილის შესახებ. თუ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიდებს ბინას, ჩვენ დაგვჭირდება შეთანხმება გადმოცემის შესახებ. ეს განაცხადა როგორც იცით იუსტიციის მინისტრმა და გამოხმაურება მოყვა ამას ნაციონალური მოძრაობიდან. ხატია დეკანოიძე ამ პარტიის წარმომადგენელი უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს რამდენიმე წუთში. უპრეცედენტო შემოთავაზება ჯაბა კრედიტისგან. სესხი ავტომობილის უზრუნველყოფით ლარჩი მხოლოდ 2%-ად, სწრაფად და მარტივად, შემოსავლების დადასტურების გარეშე.